რატომ არის მნიშვნელოვანი ზედაყბის გაფართოება ბავშვობაში? თუ ზედაყბა ძალიან შევიწროებულია, მაშინ მოსალოდნელია, რომ კბილებს არ ქონდეს საკმარისი ადგილი. და ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის ზედაყბის გაზრდა, გაფართოება სპეციალური აპარატით, ექსპანდერით, რომელიც შექმნის დამატებით სივრცეებს. წარმოგიდგენთ რეალურ პაციენტს, რეალურ კლინიკურ შემთხვევას, ზედაყბა ქონდა შევიწროებული და ეშვებისთვის არ იყო საკმარისი ადგილი. დავფიქსირე ექსპანდერი და მივიღეთ დამატებითი სივრცე. გამოვაჩინოთ დამატებითი სივრცე. იმის გამო, რომ ეს ყბა იყო შევიწროებული, არ იყო საკმარისი ადგილი ეშვებისთვის, ეს რენტგენზეც მოჩანდა და ექსპანდერის საშუალებით ეს დამატებითი სივრცე მივიღეთ. აქ შეიძლება, რომ ეშვი ამოვიდეს და დადგეს ვერტიკალურად და დაიჭიროს თავისი ადგილი, მაგრამ ისი აღმოჩნდა, რომ პაციენტი არ მოვიდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა ნახე ეს პაციენტი, უკვე ეს სივრცე იყო დახურული და ეშვი შენარჩუნდა სიღრმეში და ვეღარ მოხდა მისი თვითნებური ამოსვლა, ამოჭრა და თავის ადგილას დადგომა. რა უნდა მოხდეს შემდგომში? უნდა ჩატარდეს ოპერაციით ეშვის გამოჩენა, უნდა დაფიქსირდეს ბრეკეტი და უნდა დავიწყოთ მისი ორთოდონტიური ამოქაჩვა. და ძალიან ხშირად მშობელს აქვს შეკითხვა, 100%-იანად ამოვა, ჩვენ არასდროს არ გვაქვს 100%-იანი გარანტია, რომ ჩაწოლილი კბილი ამოვა, იმიტომ რომ მას ჰქონდა რაღაც მიზეზები, რის გამოც ის ვერ ამოვიდა და ჩვენ არ ვიცით 100%-იანად ამოსვლის ვარიანტები. ანუ არავითარი გარანტია არ გვაქვს. ვეუბნებით პაციენტს, რომ მოდი მოვსინჯოთ, იქნებ ამოვიდეს. მოსინჯვა ხდება როგორ? ჩვენ აუცილებლად ვაკეთებთ სასაზე განაკვეთს, გარედან არ მოჩანს და ვცდილობთ სასის მხარეს ამ კბილის ამოქაჩვას, იმიტომ რომ რენტგენოლოგიურად ეს კბილი მდებარეობს სასაზე. და მხოლოდ იმის შემდეგ ვიწყებთ ამ კბილების გასწორებას და სხვა ბრეკეტის დაფიქსირებას, როცა დავინახეთ, რომ ეს ეშვი რეალურად შეძლებს გადანაცვლებას და დაიწყებს ამოქაჩვას. ანუ დასკვნა რა გვაქვს? ზედაყბის გაფართოება სწორ დროს იცავს თქვენ შვილებს სერიოზული პრობლემებისგან, ამიტომ შეეცადეთ დროულად აღმოაჩინოთ ის, რომ ზედაყბა შევიწროებული აქვს, დროულად გავაფართოვოთ ის და შევინარჩუნოთ ის სივრცე, სადაც უნდა ამოვიდეს ეს კბილი, იმიტომ რომ შეიძლება ამოვიდეს ერთ თვეში, შეიძლება ამოვიდეს რამდენიმე წელიწადში, ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ კბილის ამოსვლის სიჩქარეთ, როცა ასაკი ხელს უწყობს და თავისით შეიძლება ეს კბილი ამოიჭრას, უნდა შევინარჩუნოთ ადგილი, სივრცე, სადაც შემდგომში მოხდება აი ამ კბილის ამოჭრა. ამიტომ თუ ხედავთ, რომ თქვენ ვერ ამჩნევთ ზედაყბა შევიწროებული აქვს თუ არა ბავშვს, ჩაეწერეთ კონსულტაციაზე და ეს ძალიან მარტივი შესამჩნევი არის ჩვენთან. ჩვენთვის, ექიმებისთვის, ორთოდონტებისთვის. ამიტომ ჩავატაროთ კონსულტაცია და ერთად დავგეგმოთ როგორც პროფილაქტიკური ღონისძიებები, ასევე სამკურნალო პროცედურები. გელოდებით.